მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო. დღეს თავისუფალ ტრიბუნაში კვლავ ქართული დასის დროა და ჩვენ გადაწყვიტეთ დღევანდელი თქვენთან საუბრის თემა და განხილვის თემა შემოვიტანოთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის აჭარის თემა, აჭარის პრობლემატიკა. აჭარაში შექმნილი ყველა ის პრობლემა, რომელიც აჩენს საფრთხეს აჭარის დაკარგვის. ამით ძალიან შეშფოთებული არის აჭარის მოსახლეობა, ბათუმელები, ხულოელები, ქედელები, ქობულეთლები, შვახეველები, ხელვაჩაო ყველა მთელი აჭარა მინდა გითხრათ რა, აჭარული საზოგადოება, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, მოწინავე ნაწილი თავისი პატრიოტიზმით, თავისი ინტელექტით, თავისი შემართებით და ვაჟკაცობით დგას ფეხზე, შემიძლია გითხრათ. ეს არის ჩვენ დღეს გვინდა ვისაუბროთ ამ საკითხის მორალურ მხარეებზე. აჭარა გადაიქცა საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ ეპიცენტრად და ყველაზე ბინძური, ყველაზე სამარცხვინო დანაშაულის ეს არის საერთაშორისო ტრაფიკინგი. აჭარაში ორგანიზებულ ჯგუფს შემოყავს ორგანიზებულად ათასობით შვაზიის მოქალაქეები, ახალგაზრდა გოგონები, ძალიან ბევრი მცირეწლოვანი. ჩვენთვის კიდევ უფრო მტკივნეულია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც ეთნიკურად ქართველები თუ არა ქართველებიც არიან ამ სამარცხვინო ბიზნესში ჩათრეული, ისე როგორც ქალები, ახალგაზრდა ქალები, ასევე როგორც ორგანიზებული ჯგუფი. მინდა თქვა, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ჩვენ სისხლის სამართლებრივი და ზოგადად სამართლებრივ ასპექტებზე ამ დანაშაულის და უბინძურეს და ყველაზე სამარცხვინო ბიზნესის. კაცი რომ ამ ბიზნესს ხელს მოკიდებს და აქ ნაშროფულს ოჯახს შეიტანს და შვილს და ცოლს აჭვენს, ეს კიდე ცალკე საკითხია იმის კაცობა და იმის გინდა ქართველობა და საერთოდ ვაჟკაცობა და მაგრამ მინდა თქვა, რომ ეს ასევე არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული, ძალიან მძიმე დანაშაული და ყველაზე სამარცხვინო მსოფლიოში. ასეთი ბიზნესი ყვავის მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე ჩამორჩენილ, ყველაზე ავტორიტარულ, არდემოკრატიულ ქვეყნებში. ეხლა პროსტიტუცია არის ძალიან ძველი პროფესია, მოდი ესე ვთქვა და სადღაც ყველა ქვეყანაში რაღაცა დოზით ეს არის, მაგრამ ის რაც ბათუმში ხდება, ესე ზედაპირს, ესე აშკარად, ესე როგორ გითხრათ, შემიძლია თქვა, რომ ცოდვის ზეიმია, ესე იგი და უბრალოდ ცოდვის დიქტატურა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბათუმელი იჩაგრება აქ იმის გამო, რომ სწორედ ძალოვანი სტრუქტურები, პოლიცია, ხელისუფლება, ცენტრალური თუ ადგილობრივი, სლენგი მინდა ვიხმარო, კრიშავს ამ ბიზნესს, ამ ორგანიზებულ ჯგუფს. ძირითადად ეს ორგანიზებული ჯგუფი არიან თურქეთის მოქალაქეები, თუმცა ჩვენი მხრიდან, საქართველოს მხრიდან მონაწილეობას ღებულობენ, ესე იგი, რომ მფარველობას უწევენ ამ ჯგუფს და უბინძურეს ფული მიაქვს სახში ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ხელს უწყობენ ამას, სხვაგვარად შეუძლებელი არალეგალურად ასე ათასობით ახალგაზრდა შემოყვანა და ჩვენ გადაწყვიტეთ დღეს მოგვეწვია საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები, სამღვდელოება და ამ უმძიმესი ცოდვის, უმძიმესი დანაშაულის ერის წინაშე შესახებ გვესაუბრა უკვე მორალურ ასპექტში. ჩვენი სტუმრები დღეს არიან სოფელ დიღმის წმინდა დიდმოწამე მარინეს ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი დავით ისაკაძე და ასევე ჩიტაძის ქუჩის წმინდა ნინოს სახელობის დეკანოზი, სახელობის ტაძრის დეკანოზი მამა დავითი ქულევიცი. მე პირველი შეკითხვით მინდა მამა დავით ისაკაძესთან გადავიდე. მამა დავით, რა თქვენც მე ვიცი, რომ ხართ ინფორმირებული ამის შესახებ და მინდა თქვენი შეფასება მოვისმინო პირველ რიგში, რა ნახეთ, რა იცით თქვენ ამის შესახებ, მე ჩემი ინფორმაცია მინდა დავამატო ამას და მე ერთობლივად მინდა თქვენი ანალიზი, თქვენი შეფასება, თქვენი შეხედულება მივაწოდოთ ჩვენს მსმენელს. უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით პატრიციონულო მაყურებლებო, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ბატონო ჯონდი და ასევე მინდა მადლობა მოუხადო აქ მოსამსახურე პერსონალს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვეძლევა საშუალება გამოთქვათ აქ ღვთის სიტყვა, გამოთქვათ ჩვენი დამოკიდებულება ყოველივე იმ უზნეობის მიმართ საკუთარი ერის წინააღმდეგ და ასევე საკუთარი წამსის წინააღმდეგ, რომელიც დღესდღეობით მიმდინარეობს საქართველოში
და ბუნებრივია, რომ სასულიერო პირმა ყოველთვის უნდა გამოიყენოს ნებისმიერი სივრცე, ნებისმიერი ადგილი საკადაგებლად, ასახსნელად ხალხისთვის და სამხილებლად იმ უჟულვებისა, იმ ცოდვისა, რომელიც ამა თუ იმ პერიოდში ვითარდებოდა და მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. მე შეგახსენებთ ერთ ბიბლიურ ეპიზოდს, კერძოდ ძველი აღთქმის ასეთი ეპიზოდი. ძველი აღთქმის მსაჯული, ბოლო მსაჯული, სამუელი, რომელსაც შესთხოვდა ერი, რომ დაედგინა ღმერთს ერისთვის მეფე. მე შეგახსენებთ, რომ ძველ აღთქმაში იყვნენ მამათმთავრები, მართალი ადამიანები, შემდეგ წინასწარმეტყველნი, მსაჯულნი, რომელიც ღირსეულად ემსახურებოდნენ ღმერთს. და აი ხალხმა მოინდომა, რომ დაედგინა მათთვის მეფე. მსაჯულს ეთხოვა ღვთისთვის და დაედგინა მათთვის მეფე. იცოდა სამუელმა, რომ დიდი განსასწრელი ელოდა ერს, მაგრამ დახვა ხალხის ნებას. შეღაღა და უფალს, რომ ღმერთო შენ ხომ იცი, რომ ეს ჩემი აზრი არ არის და იყოს ნება შენი და ღმერთმა დაუშვა და მოუვლინა ძველ ისრაელს მეფე საული, რომელიც დიდი ხნის მანძილზე შემდეგ სტანჯავდა საკუთარ ხალხს, საკუთარ ერს. და აი ეს მსგავსი ასეთი შემთხვევები არაერთი ქვეყნის ისტორიაში ყოფილა, ასახულა და მე ძალიან მაგონებს დღევანდელობას, ჩვენს ყოფა ცხოვრებას საქართველოში ეს ბიბლიისეული ეპიზოდი. ხალხიც ითხოვდა და ღმერთმა დაუშვა. და რატომ ვარ მკაცრი ასეთ შეფასებაში? უპირველეს ყოვლისა, იმიტომ ვარ მკაცრი შეფასებაში, რომ ჩვენ ვხედავთ სასულიერ პირები, მრევლი, ნებისმიერი ესეთი რიგითი მოქალაქე თუ თანამდებობის პირი, თუ როგორ ხდება დევნა დომინანტი რელიგიისა, რომელსაც მართლმადიდებლობა ქვია და რომელიც არის ქვაკუთხედი ჩვენი ერის გადარჩენისა საერთოდ და საძირკველი ჩვენი არსობისა. ვხედავ როგორ იჩაგრება კოსმოპოლიტურად მოაზროვნე წრეების მიერ ჩვენი ერი, ჩვენი ეთნოსი, ქართველობა იმ ფონზე, რომ თითქოს იზღუდება და ხდება შევიწროება მცირე რიცხოვანი ერებისა. სინამდვილეში კი ხდება პირიქით. დევნულია მართლმადიდებლური ეკლესია და ამის უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო და თუ ვინმეს დაინტერესებს შეიძლება ცალკე გადაცემას ამას მიუძღვნათ და დევნულია ჩვენი ერი. შეხედეთ თუ რა ხდება საქართველოში, საიდან იწყება თურქებისათვის საქართველო? უკვე ბათუმს აქეთ. დიდი ხანია ისინი ამბობდნენ, რომ აჭარა ჩვენია. და მე მინდა დავიმოწმო არაერთი ის ადამიანი, რომელიც ყოფილა თურქეთში და ბრუნდებოდა იქიდან, ვერსად ვერ ნახავთ რაფარეს საქართველო. ყველგან წერია ბათუმამდე არის ამდენი კილომეტრი დარჩენილი. ანუ თურქისთვის ბათუმი ეს მისია. ეს არ არის საქართველო. ხედავთ, როგორი აზრი იყო ჩადებული ამ ყოველივეში. აი დღეს ჩვენ ვხედავთ უკვე ნახე კადრი, როდესაც თურქი მოქალაქეები ბათუმში ამბობდნენ, რომ ეს ჩვენი ქალაქია, ის როგორც რიზე იყო ჩვენი თავიდანვე, ასე ბათუმი ჩვენია. და ჩვენ ვნახეთ ცოტა ხნის წინ და მამა დავითი ვიმყოფებოდით ბათუმში და საშინელი კატასტროფული ვითარება, მე ასე ვიტყოდი, ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უკვე თურქული კვარტლები საქართველოში. მათ შორის, პირველ რიგში ეს მე მინდა აღნიშნო ბათუმის ფონზე. მე მინდა თქოთ, აი თქვენ ნახეთ, მაგრამ თურქული კვარტალი, აი რაც გულისხმობთ, თურქი ცხოვრობს და ეთნიკურად ამით არის, მაშინ ეს არ არის ისაში, მაგრამ რა ნახეთ, ან თურქულ კვარტალში რა ხდება, ეს თუ შეიძლება ეს უთხარით თბილისელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ახლა ამ ინფორმაციის მიწოდება, იმიტომ რომ დღეს აჭარას სჭირდება თბილისის დახმარება. დღეს აჭარას სჭირდება მთელი ერის, მთელი საქართველოს, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის დიახ, ყველას ფეხზე დგომა და დახმარება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი სიტუაცია შეგვინა, ამიტომ მინდა გკითხოთ. სანამ მამა დავითი იტყოდეს, მე მინდა ერთი რამ კიდევ დამატებით თქვა, რომ ბათუმი არ არის ნიუ-იორკი ან ნებისმიერი დიდი მეგაპოლისი, რომელიც აიტანს თქვა ჩინურ თუ თურქულ კვარტალს. ბათუმი ერთი პატარა ქალაქია. და იქ ნებისმიერი ასეთი კვარტალი უკვე სახიფათოა ერისთვის.
მამა დავით, მინდა გკითხო თუ შეიძლება მოკლედ რა ხდებოდა ამ თურქ უპატაში? რა ნახეთ თქვენ და ცირა მე რატო ვკითხულობ ამას? მე ამ თემაზე ეს ყველას ტკივილია რა თქმა უნდა და მე ამ თემაზე მქონდა პარლამენტში საუბარი, თავიდან რა ვიცი, ძალიან ესეთი თითქოს ჩემი აზრით ძალიან გულცივი დამოკიდებულება ვიგზენი მე ჩვენი კოლეგების მხრიდან და ამიტომ მინდა რომ თქვენს ბრძანოთ რა თქვენ რა იხილეთ და რა სიტუაცია დახვდათ ბათუმში. ეს არა სერიოზულად აღიქმებოდა ახალგორიც და ზემოსვანეთიც, მაგრამ დღეს ჩვენი აღარ არის. აქედან დაიწყო სერბეთშიც, კოსოვოშიც დაახლოებით ესე დაიწყეს ჩასახლება და დღეს კოსოვო სერბეთი აღარ არის. ეს არ არის სასაცილო საკითხი, ანალიზ თუ ჩავატარეთ, საკმაოდ ძიმე მდგომარეობა არის. ჩვენ რო ჩავედით ბათუმში, ჩვენ მქონდა შეხვედრა ახალგაზრდა ბიჭებთან, ერთ-ერთმა ბიჭმა თქვა, მე მცემესო. იქ გამოესარჩლა რაღაცა გოგო იყო ვიღაცა. დიახ, მე ვიცი ეს შემთხვევა. ხო და ისე ცემეს, რომ თვალი ამოგდებული იყო და ვერ დადიოდა, მკვდარი ვეგდეო. ისე კი არა რომ და ვინსემა მომდავი თურქებმა და პოლიცია რომ მოვიდაო და მე რომ დავიწყე იქ თქვა არ გაასაჩირო თუ შენ დაგიჭირდო და აი ეს ეყავთ დაშინებული ახალგაზრდები მე ჩვენ გავიარეთ საღამოთი იმუბანში იქ ცოტა გვიანი იწყებოდა ყველაფერი ხა იმ დროს ვერ დავამთხოვდით რომ იქ მოსული შეუძლებელი იქნებოდა ალბათ იქ მაგრამ წინა პერიოდი ამ აღვირახსნილი ცხოვრების საათების არამ დაიწყება გავიარეთ რომ გვაინტერესებდა რა ხდებოდა ეს არის საშინელება. პირველ სართულზე ეს ქუთაისის ქუჩა არის, ნაკირეები აქვს, თურქების საკუთრება. მეორე სართულზე ხალხი ცხოვრობს. გარშემო 8 სართულიანი სახლებიდან ხალხი უყურებს, პირდაპირ ფანჯრებიდან უყურებენ სამეძაო სახლების ორომ ტრიალს რა. თან თქვენ რომ ბრძანეთ ახლა ჩამოყვანილი იყავთ ეს ტრაფიკინგი არის, აბა რა არის, როდესაც ყაზახები, უზბეკები, ტაჯიკები, უკრაინელები, რუსის ქალები და პლუს ქართველების და საქართველოს მოსახლეობის არა მარტო ქართველების. ტრაგედია იმაში არის რომ ამას ყველაფერს პატარა ბავშვები უყურებენ. ამ ქუჩაზე დედა მოდის ბავშვს მოასეირნებს იმით კალიასკა როგორ არის ჭოჭინათი პატარა ქართული გოგონები პატარა გოგოები ემსახურებიან იქ რაღაც 2 კაპიკის გულის იმიტომ რომ საარსებო არ აქვს არაფერი და იქ უნდა გენახათ რომ დაგვინა როგორ გაუხარდა და ლოცვა კურთხევებს იღებდნენ და ვერ წარმოედგინეთ რომ აქ მგლები იყვნენ რატო იმიტომ რომ ამ უბანში ქართველები არ დადიოდნენ როგორც გითხეს იმიტომ რომ სულ ჩხუბი თავდებოდა პრობლემი თავდებოდა ეს პრობლემით რო თავდებოდა ჩხუბით ამ ბიჭებს იჭერენ ქართველებს მე თურქებს ისე არ დავით გონიოში არის ასევე ასეთი მდგომარეობა შექმნილი და იქ მე მახსოვს გამოვიდა ხალხი და ადგილობრივები იქ მეზობლები და ქალები ამბობდნენ რომ ჩვენო უკვე ვერიდები თუ აქ გამოვლასო იმიტომ რომ რამე შეურაცხყოფა რომ მოგვაყენონ ეს ქმარმა მე ეს არ მოკლას არ მამამ ან ძმამ და უბედურება რომ არ გადაწვას და მე რაღაცა კი აი ესეთი სიტუაციაა ამ ქალები იმას არიდებენ რომ ესე იგი მე ძმამ და ქმარმა ან მამამ ამოხოცოს ეს ზუსტად გაბრეული ესენია სულისკვეთება ამიტომ ერიდებიან ქართველები მეკითხეთ არ დადიან მეთქი მაგრამ იქ ბავშვები ეზოში თამაშობენ ეზოშია პირდაპირ სამეძაო სახლები ეთყობა საქართველოს ერთადერთი ქვეყანაა სადაც დაშვებულია რომ საცხოვრებელ კორპუსებში სამეძაო სახლები იყოს ბათუმი რადგან თბილისში ვერაზე გითხარით აგერ ვერაზე პირდაპირ არის სტრიპტიზ ბარი სამსართულიან შენობაში მეორე მესამე სართულზე საშუალო სკოლა საშუალო სად არის მამა დავით ვერაზე დივა ბარი რო არის თბილისში ქალაქის ცენტრში ერთი ქალაქი დამისახილეთ სადაც გავსი რაღაცა ხდება უნდა მივიდი ამ სასტუმრო ევროპასთან მე ვფიქრობ ეს რიო დე ჟანეიროშიც კი არ იქნება და ვარდისფილ ბულვარზეც კი არ იქნება ამსტერდამში რომ ერთ შენობაში იყოს სტრიპტიზ ბარი და საშუალო სკოლა ეს ხდება თბილისში ეს ხდება ბათუმში ეთყობა შეეჩვია ქართველი ადამიანი რაღაცნაირად ვერ ეჩვევიან თუმცა მაგრამ ნუ ამის თელობებია იმიტომ რომ პირდაპირ ეზოშია სამეძაო სახლები იქ მოსახლეობა ესე იგი შიშით ხმას ვერ იღებენ იმიტომ რომ მაინც ჩვენ დაგვიჭერენ და მე იქ ხება თქოს რომ თვითონ პოლიციასთანაც ესეთი უხეში დამოკიდებულება ქონია თურქებს ძალიან ესეთ კადნიერად ელაპარაკებიან პოლიციას თავხედრო პოლიციაც ვერაფერს ვერ ეუბნება და რა თუნა ამას ბათუმში ჩასვლა ტრასაზე აგერ ტრაილერი შოფრები როგორ ექცევიან ქართული ძღოლებს კითხეთ ნებისმიერ ადამიანს გეტყვით ხო აი ისეთი შტაბ-ეტილება შეგექმნება აი ციხში რო წაგიკითხია სტამბოლში რო ბაზარი იყო და ქართულ გოგოებს და ბიჭებს რო ყიდიდნენ და არჩევდნენ აი და იქ რო ზევიდან რო უყურებდნენ იქ ფაშები თუ იცი იყვნენ შემზე მე დამთრგუნა ჩემზე ძალიან იმოქმედა და ძალიან ცუდად ვიყავი რამდენი
პირველად მე ამის შესახებ შევიტყვი, როდესაც ვკითხულობდი გაზეთ კვირის პალიტრაში სერიალს გააზიზიებული ბათუმი. ესეთ სერიალი გააკეთა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა და იქ წერდა კიდევაც ესეთ რამეს იქ რომ არის ესეთი დაცული ტერიტორიები, ელიტარული ასე ვთქვათ საროსკიპოები, სადაც ესეთი გარემოა სივრცეა მოწყობილი გართობის და შემდეგ ამ საშინელების, რასაც ეს გარყვნილება ქვია ბათუმში და იქ თუ თანხას არ გადაიხდით, თუნდაც შესვლისთვის მარტო უბრალოდ რომ იქ შეხვიდე და ატვალიერო. ისე არ შეგიშვება. ანუ ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია. ბათუმის აღმშენებლობის კი არა. ბათუმის გარყვნილების კერად ქცევის. პირველ რიგში ეს მინდა ვთქვა. და შემდეგ აჭარის მთლიანობაში გამოსულმანების. ჩვენ გვაქვს არაერთი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხდება მასიური მუსულმანური წესით ნათლობა ახალგაზრდა აჭარლების. და მათ შორის შემდეგ ვაჟებს უშვებენ, მიყავთ უпроსორად თურქეთში, ამთავრებინებენ მედრესეებს და იქიდან მოდიან ისინი როგორც მოლები, ხოჯები და ასწავლიან ყურანს უკვე აჭარელ მოსახლეობას. აი, რაც ამ ბოლო წლების მანძილზე დიდი რუდუნებით კეთდებოდა აჭარაში მოქცევა აჭარისა და თავის ძველ მამაპაპურ სარწმუნოებაზე, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, მართლმადიდებლობაზე დაბრუნებისა, ეხლა უკვე იცვლება საპირისპირო ტენდენციები. და ვინ არის ამაში დამნაშავე? ზარია მამადავი. ამ თემაზეა მეგული ერთ სიტყვით ბოდიში. თქვენ გახსოვთ ალბათ. მამადავი, შეგიძლიათ რომ ამის სარისმერო უბრალოდ ელოდება შეიძლება მობილურით რეკავდეს. შემოუშვა ზარი და დიახ, ისმენთ. ანუ გავაგებთ, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და შემწე. მე ძალიან მოკლედ მოგახსენებ, თქვენ ახლა წუხად, მაგას მე ციგნმა გამოცემს და ვამტკიცებდი და ვამტკიცებ ფუნდამენტურად, საფუძვლიანად რომ ეს დაიწყო ლენინმა და ათათურქმა იქიდან მოყოლიებული და ბოდიში აფრთხო და ძია ედიკამ გაუგზავნა მაგათ ეს ხალხი შეეხება და ეხლა მიდიოდა 4 მოლაპარაკება თურქეთს რუსეთს შორის აქტელი უკუღმა მამაზაგო ბამბები მიდიან ბოდიში ამ სიტყვაზე. ამავე დროს საშინელ მდგომარეობა ქვემო ქართლში და სამხრეთ ჯავახეთში. ამიტომ მე დავამთავრებ ერთი პატარა ლექსით, რომელიც ამ დიდ როლს ითამაშებს თუ არსებობს ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება, ქვია მოგმადლე კარიბჭის ზეხად. ეს ჩემს საქმეს ყოველთვის უკეთ ითხოვ. უფალო გვიშველე ჩავარდნილთ წარმართა უხთოთა ხელში. და გამგვათაებენ ჩალანდრით საწომა ჯაჭაგულ ხელში ძლივს უძლებთ სხეულის ყომას და სულის ყვა დაიწყეს ჩვენი გვარდვენ იკორდა ყომას და ზეხათი დაგვარდეს ჩვენი ზეხათი კარიბჭის ხათი შენს მიერ ხათფეთქილი ახოჩე ხათბრძოლამათი მოგმაზლე გზა შენ გეხსნილი. დიდი მადლობა. ცოდვილნი გვავედე გვალოცეთმენით გვიხსენი სულთად კოდვილნი შეგმოსე იმედი თმენით მოგმადლე კარიბჭის ზეხათი ადრად მოგდენება ჩვენ და ღაღად ხოთ რაც გულზე გვეხატა დიდება უხალო შენ მადლობთ. გაიხარე, მადლობა ასეთი ზარისთვის, მამადავი, მაპატიურობა. რისი თქმა უნდა, რატომ წუხარ ჩვენ და რატომ ვართ შეძრწუნებულები? ეკლესია სასულიერო პირობა, საერთოდ ნორმალური ადამიანი. ჩვენი სახელმძღვანელო არის წმინდა წერილი. წიგნთა წიგნი. წმინდა წერილში პირდაპირ წითელ ხაზად გასდევს ისრაელი ძველი აღთქმიდან აღებული. გადაუხობდა თუ არა ღვთისმსახურებას, დაიწყებდა გარყვნილებას, არაჭეშმარიტ მსახურებას ღვთისადმი ისჯებოდა. შემოესეოდა მტრები, ერთი მუჭა ხალხი დააწიოკებდა, დაანიებდა მათ ქონებას, აიკლებდა, შეინანებდა, ისევ გამოსწორდებოდა. გარყვნილება არის ცოდვა, რომელიც ანგრევს არა მარტო პიროვნებებს და ოჯახებს. ღალატის გამოინგრევა ოჯახები, არამედ სახელმწიფოებს ანგრევს. ჩვენ ამის ნათელი მაგალითები როგორ ხელებში გვადნება თოვლის ფიფქივით ჩვენი ქვეყანა. აი რასაც ახლა უყურებ აჭარაში და რაც ხდება და ეს გარყვნილება რო ინერგება პირდაპირ თურქები არიან ამის ორგანიზატორები, ჩამოყვანები ამ ქალების, ანუ ისინი არიან მამები, აი ყველაფრის მომწყობები. ეს ჩვენ ძალიან ძვირად დაგვიждდება. დღეს შეიძლება ვიღაცას ეღიმება, ამაზე დაიძახის ეს რეალური არ არის, მაგრამ ესე ფიქრობდნენ ახალ გორზეც და ესე ფიქრობდნენ ზემოსვანიციც, აღარ არის ჩვენი. ჭისებ ჩვენი ცოდობის გამო. ჭუბერს გულის ხო ისა კოდორის ხეობა. კოდორის ხეობა. მადლობთ, ისე ზარია. ერთ რამეს ვიტყვი რა დავამთავრებ. თქვენ გახსოვთ ახლა აი როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო 90-იან წლებში, იქ ესეთი მოთხოვნებიც იყო, რომ აღარ გვინდა ავტონომიები საქართველოში, აფხაზეთზე იყოს
ცხინვალის რეგიონზე იყო და აჭარაზეც იყო და ვერც კი წარმოედგინა ვინმეს და იზახდა რომ აჭარაში ფაქტობრივად ეს პრობლემა აღარ არის, უბრალოდ რაღაცა ხელშეკრულების გამო, ყარსეში ხელშეკრულებაზე იყო საუბარი, კიდევ არის ეს ავტონომია და ამას ჭირდება პროცედურები. დღეს აჭარაში 25000 თურქი ეთნიკური არის საქართველოს მოქალაქე. ანუ დღეს ეს პრობლემა რო დადგეს, თურქები გეტყვია რომ ეს ჩემი როგორც საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური თურკი, რომელსაც ქართული არ ციცის, დაგიწყებს ლაპარაკს და დავას აჭარაზე უკვე დღეს. ანუ 25000 თურქეთის მოქალაქეს მისცეს საქართველოს მოქალაქეობა და და ეს ხალხი უკვე კაცის მოქალაქეობაზე რა სამარცხინო იკლაკნება ჩვენი ხელისუფლება, ამას ჩვენ ყველა ვნახა. ასეთი სამარცხინო მასხარაობა, რასაც ჩვენ ახლა ყველანი ერთად ვუყურებთ. სრულიად სამარცხინო საქართველოს მოქალაქეზე ეკა, ანუ ქართულ კაცზე რა, ფუძე რო აქ დაბადებულზე, აქ გაზრდილზე. სამარცხინო ფაქტია. აღარ ვილაპარაკოთ რა, არაფერი არ გაუკეთებია, მოდი ესე ვთქვათ რა. სამარცხინო ფაქტია. კაცი რომელიც ტაძრებს აშენებდა, მას ჩამოართვეს მოქალაქეობა. 25000 მე ვიცი კიდე ბევრი რაღაცა ძალიან კარგია ადამიანები რომლებიც მოდიან ჩვენი ქვეყნის დასაპყრობა და ამას დაპყრობა ქვია, რაც მამა დავითმა თქვა ახლა ეს უდავო ჭეშმარიტება, იმათ აძლევენ მოქალაქეობას. სომხეთი. მამას დავით, უნდა გააწყოთ ზარი შემოუშვა და გავაგრძელოთ. დიახ, ისმეთ. ბაზარში თქვენ სტუმრთან მამათან მაქვს ეგეთი შეკითხვა კერებულად მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა. მე გახლავართ მორწმუნე, ვცდილობ ეკლესიურ ცხოვრებას უკეთ შეიძლება ითქვას სტაჟიანი 40 წლიანი მორწმუნე გახლავართ, ლიტერატურასაც ვკითხულობ და ეს ყველაფერი რაც ხდება, მე პირადად არ მიგვირს. სახარებიდან გამომდინარე, უფალი ხო ბრძანებს. დადგება სამი გაირებიან ქვეყნები, ოჯახები, დედაშვილზე, მამაშვილზე აღდგება, ბრუშობაც იქნება, განუკითხაობა, ყველაფერი. მეორედ მოსვლა ხომ ჩაველოდებით უფლის მეორედ მოსვლას. უკანასკნელ ჟამს ვთვლი მე ჩემთავს პირადად, რაც ხდება, რასაც ვკითხულობ და ბრძანებს უფალი, ეს არის მშობიარობის დასაწყისიო. ასე რომ მე პირადად რაც წერია, იმას მოველი, კიდევ უფრო მეც მოველი. მე ვფიქრობ, რომ ჩემი აზრი ეგეთია, რომ ეს ყველაფერი მოსალოდნელი და მოსახდენი უნდა მოხდეს. ჩვენ ამას წინ ვერ აღვდგები, უფალი ბრძანებს ამას, ხო? მადლობა ძალისთვის მე არ უნდა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლო. სამწუხაროდ მადლობა ქალბატონი რომ შემოვიდა ეთერში, მაგრამ მისი დამოკიდება არის პესიმისტური, ეს ქალბატონი იძახის, ესე იგი ჩვენ დინებას უნდა მივყვეთ. არა მარტო პესიმისტური. საცოცხლე ადამიანის მე ესე მეჩვენება, ბოდიშვიხტი თუ სწორი დასკვნა ვერ გამოვიდა. ესე არ არის ჩემო საყვარელო ბებია, ალბათ მოხუცი ქალი. წმინდა წერილის ის ეპიზოდები, რომელიც შესახებაც მამძან ასე არ განიმარტება. სახარებაში წერია ესეთი რამ. როდესაც ღმერთმა სოდომი და გომორი დასაჯა და იცით რომ გოგირდი აწვიმა და დღეს იმ ადგილებზე სადაც სოდომი და გომორია მკვდარი ზღვა არის. მკვდარი ზღვის ფსკერზე ეს ქალაქები დღესაც ეს არის ნიშანი ღვთის სასჯელისა. ზუსტად იგივე ცოდვაში ჩავარდა ქალაქი ნინევია. და უფალმა ნინევიაში გააგზავნა იონა წინასწარმეტყველი. და იონა მუთხრა რომ ღმერთმა გამომაგზავნა და თუ არ შეინანებთო რაც სოდომს და გომორს მოუვიდა ის მოგივატო. თელმა ნინევიამ დაიწყო გლოვა. მეფემ დაიწყო მარხვა თავზე ნაცარი დაიყარეს, ცხოველ საქონელიც კი ამარხულესო წერია და ღმერთმა სასჯელისათვის განწირული ნინევია დაინდო და ნინევიამ კიდე 20 საუკუნე იარსება. ჩვენ ვართ ეს არის ბრძოლის ველი. ჩვენ თუ ხელფეხი ჩამოუშვით და ყურები ჩამოყარეთ, ყველაფერის თუ მივეცი და ვიზახეთ ესე წერია და ესე უნდა მოხდეს, ესე არ არის. უკანასკნელი ჟამიო მოციქულები პირველ საუკუნეში იძახდნენ. ყოველთვის უკანასკნელი ჟამია, მაგრამ ამას ჭირდება ბრძოლა და ღვთის ცნებების დაცვა. ესე აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. ჩვენი წინაპრები ესე კი არ იძახდნენ, ოსმალეთი იმხელა სახელმწიფო ამას რა ებრძოლება, ირანი ამხელა რა ებრძოლება. წარმოიდგინეთ რომ არც თუ წარუმატებლად იბრძოდნენ ერთი წუთი ბოდიში. დღეს წარმოიდგინეთ ირანი რამხელა სახელმწიფოა, მთელი მსოფლიო აპირებს მასთან ომს და ვერ ბედავს. ხანიკიდან უტევენ, აგროვებენ რაღაცა ჯარებს. საქართველო მარტო ებრძოდა ირანს, მარტო ქართლი და მარტო კახეთი. დღეს ქართლზე და კახეთზე ირანმა მოიტეხა ცხვირი. შახაბაძე შეეწიდა ქართლ კახეთის ომს. ჩვენი წინაპრები ბრძოლის ველიდან არ გარბოდნენ. ბოლომდე იბრძოდნენ. ეს უნდა დავამთავრო რა, პატარა, სულ პატარა, ორეოდე სიტყვას ვიტყვი.
და აუცილებლად სათქმელია ეს, იმიტომ რომ მიხაილ ბატონმა მე მინდა რომ კარგად ბოლომდე გაიგოს სახარების სწავლებაც მინდა წერილის სწავლება. ჩვენ უნდა გვავიწყდება ეპოქა ევდემოს კათოლიკოსისა. როსტომ ხანი მაშინ მეფობდა, ზეობდა, ტომით ქართველი, წმენით მუსულმანი, რომელმაც გარყუნა ერი. ერთი ხელით აშენებდა მართლმადიდებელ ეკლესიებს, მეორე ხელით აშენებდა მეჩეთებს. რყვნიდა როგორც სასულიერო პირებს, ასევე მთელ ერს. ფაქტურად გონიერი ადამიანები მაშინ წმენით მოსილნი ადამიანები ფიქრობდნენ რომ ეს შეიძლება იყოს ბოლო ჯამი, მაგრამ რას აკეთებდა ამბროს ევდემოს კათოლიკოსი? ამხილებდა ყველგან სადაც საშუალება მიეცემოდა როსტომ ხანს და როცა შეხვდებოდა პირში ეუბნებოდა შენ თათრების მამა ხარ და ქართველი ხალხის მამინაცვალი ხარო. ეხლა როსტომ ხანს რომ ასე ამხილებდა ევდემოს კათოლიკოსი, მან არ იცოდა ევდემოსმა წმინდანმა წმენისთვის წამებულმა რომ როგორ ასწავლის სახარების თუ აპოკალიფსის ესა თუ ის ეპიზოდი. რა თქმა უნდა, კარგად იცოდა. დიახ, გისმენთ, ზარი შემოუშვა და გისმენთ, საღამოშვილობის, გისმენთ. ბატონო ჯონდი, მოგესალმებით, უნდათ მივესალმებით ყველა ქუთაისიდან გირეკა. მოგენაცვალე, კარგი მოზის ქუთაისიდან. ბატონო ჯონდი, ერთი რაღაც მინდა რომ გითხრათ, ეხლა პირველად გამოვდივარ საერთოდ როგორც იქნებდის გამოვედი და მე მინდა ძალიან დიდ ბოდიშფრიქტის სამგზელოების წინაშე, მაგრამ არანაირად არ შეიძლება ესეთი ცხოვრება. მე რასთან დაკავშირებით ვამბობ, იცი? აი 10-ში რო ჩატარდა ქუთაისში აქცია, ანშლაგით არიან გადარეულები, თუნდაც გაზეთებში იყო, თუნდაც ისა რომ არიქაო ქუთაისი იყო გამოსულიო. ქუთაისი არ იყო გამოსული, ივანიშვილს ყავდა ჩამოყვანილი თავისი თბილისელებით. და აი იმით იყო ხალხი გავსებული, თორემ მე ზიად გამსახურდი ერთგული ჯარისკაცი ვარ და მიდამ მთელ საქართველოს უთხრა. ახლა ალბათ მიშას ერთგული ჯარისკაცი იქნება. ბატონი თვითონ რომ ერთადერთი მორწმუნე კაცი იყო, მისი იდეებით უნდა ვიაროთ, უნდა გამოვიდეს სამღვდელოება და ყველაფერი სიმართლე თქვათ, რომ კანონიერი ხელისუფლება არსებობს. სანამ კანონიერება, ბატონი ჯონდი, თქვენ ძალიან კარგად იცით ეროვნულობა და სანამ არ აღსგება კანონიერი ხელისუფლება, არაფერი არ გამოვა. და ივანიშვილი და სხვები კიდე რო ცდილობენ, რომ არიქა ჩვენ გავიმარჯვოთ და ხალხი ფულებით გადარია, არ არის ეგეთი ცხოვრება, კაცო. ხო ცხოვრება გრძელდება, ჩვენ ვბრძოლობთ და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე. დიდი მადლობა ზარისთვის ქალბატონო, მაგრამ მაპატიეთ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მე ახლა რა თქმა უნდა მამებს ასეთი პოლიტიკური ის არის და ამაზე არ ვკითხავ თქვენს თავის მოსაზრებას, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ სირცხვილია დღეს ემსახურებოდე ხელისუფლებას, რომელმაც თავის ერს და თავის სამშობლოს უღალატა. უფრო მეტიც ხელისუფლებას, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს და ებრძვის ყველაფერს სამართლიანს და თესავს სიძულვილს, ძალადობას, ტყუილს, არის კორუფციაში ჩართული, გააღატაკა ხალხი 2,100,000-ზე მეტი ადამიანის სიღატაკის ზღვარს მიღმა. ანუ ღატაკზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია. აი 5 მილიონიან სახელმწიფოში 2,100,000 ასე დღეშია და 1,5 მილიონი გასული არის და თურქეთში, რუსეთში, ევროპაში, ამერიკაში და ასე შემდეგ ირჩე უმძიმესი შრომით ირჩენს თავის თავს და არჩენენ აქ თავის ოჯახს. სხვათა შორის მე გუშინ დამირეკეს ქართველებმა, რომლებიც თურქეთში მუშაობენ და მითხეს ესეთი რამ, რომ ჩვენი ხელისუფლება თავს ევლება თურქეთის მოქალაქეებს, რომლებიც აქ შემოდიან და უვიზოთ და ასე. მათ თურქეთში ყოფნა უჯდებათ 6,000 ლირა, ანუ 4,000 დოლარი წელიწადში გადასახადების სახით. ანუ არაფერი უფასო და უვიზო რეჟიმი მათთვის არ მოქმედებს და მათაც რაღაცა დედლაინი აქვს, ვადის მერე უწევთ გამოსვლა და სამართლებრივად არიან უმძიმე მდგომარეობაში. მე მესმის, რომ თქვენც ალბათ მძიმე მდგომარეობაში ბრძანდებით, მძიმე სოციალური მდგომარეობაში, ან მიმეპატიმარი გყავთ, ან რაღაცა ძალიან გიჭირთ ვიღვენს ოპერაცია გასაკეთებელი და ასეთი ზარით თქვენ გნებავთ, რომ რაღაცით თქვენი თავი, თქვენი ოჯახი გადაარჩინოთ, რაღაცა თქვენი პარტიმარი გაათავისუფლოთ, მაგრამ ვერ გაათავისუფლოთ. ესე გათითოკაცებული, ესეთი ჩემი საზრით სულიად როგორ ვთქვა, მე მინდა მაქსიმალურად ბილი ვიყო და მოდი ესე ვთქვა, არაპატრიოტული დამოკიდებულები და ასეთი გათითოკაცებულობით კიდევ უფრო დაიჩაგრებით. თქვენ უნდა იცოდეთ, რა ან ყველა ერთად ვიხსნით თავს, ან თითო-თითოდ ყველანი დავუღუპებთ. ამიტომ გთხოვთ, მე მესმის თქვენი მძიმე მდგომარეობა, მაგრამ
ცოტაც გაუძიეთ თუ თქვენ არ გატყდებით თითო ესე შევიკრებით ოქტომბერში ჩვენი ქვეყანა იქნება თავისუფალი ქვეყანა ჩვენი სამშობლო ჩვენივე იქნება ჩვენ ვიქნებით პატრონები და ეხლა რომ ვიბრძვით რომ ბათუმი დაიბრუნო და აჭარა დაიბრუნო და წართმეული რო გვაქვს რეალურად და გაფორმებული რო არ არის ასეთი მდგომარეობა არ გვიქნება ამიტომ თქვენ გაქვთ შანსი რომ დაიბრუნო თქვენი სამშობლო ესე იგი ამ სამშობლოში ცხოვრების და თქვენი უფლებები და მასპინძლობის უფლებები მასპინძლად რო ყავს 200 კაციანი ბანდა რომელიც დღეს ძალაუფლება უკავია ხელში და თქვენ ყველანი ჩვენთაგან მთელი ერინოს სტუმრებად ვართ გადაქცეულები ამიტომ კიდე ერთხელ გთხოვთ ჩემი აზრი ეს თავდაბლად მოწიწებით პატივისცემით მინდა ქალბატონო გაგიმარტოთ და გითხრათ რომ თქვენ ასე თავს ვერ გადაიჭერთ და ვერ თქვენს პატიმას გადაარჩენთ და ვერ თქვენს სოციალურ მდგომარეობას ვერ გადაარჩენთ ჯობია რომ ისევ გავძლოთ ოქტომბრამდე და ღირსეულად ვებრძოლოთ ყველამ ერთად დიახ გისმენთ თქო ზარია ისევ ეთერში ალო გისმენთ ალო გამარჯობა ბატონო ჯონდი ჩემ მამაო ერთს მივესალმები მამაო ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ მადლობა ქალბატონო თქვენ სხვა თემაზე საუბრობთ მაგრამ მე ბატონ ჯონდის მინდა რომ მიმართო ბატონო ჯონდი 1-2 სიტყვით მოგმართავთ მე წერილი შემოგზავნეთ თქვენს სახელზე ბატონო ჯონდი ლაშა თორდიას და თქვენ შემოგიგზავნეთ პატიმარი ყავს ალბათ კოპალიანი გოჩას პატიმარზე ალბათ მოვიდა თქვენამდე ჩემი წერილი ხო ბატონო ჯონდი იცი რა ალბათ რამდენი დღეა პარასკევს შემოვიტანე წინა პარასკევს მაშინ უნდა იცით რა ჩვენთან არის მე ესე იგი მე ახლა ვერ კიდე ერთხელ უნდა გავი 5 დღე უნდა წელს რა მოვიდეს შესაძლოა შემოსული ახლა მე არ ვიცი ესე დიახ თქვენ სახელზე შემოვიტანე და სააპელაციო არის იმაზე და თან დართული აი რაც სააპელაციოში აი ისე არის ჩემი შვილის ამბავი უდანაშაულო ბავშვი მისდის გაჭირებული მშობლები უყავართ მინდა რომ დამეხმაროთ ბატონო ჯონდი ქალბატონო მე ერთ რამეს გირჩევთ ჩემი სამუშაო კაბინეტის ტელეფონი არის 228-16-15 ჩემი თანაშემწე რომელიც მე მიმზადებს ამ ასეთ წერილებს რომელიც იღებს და მე ჩემთან შემოაგდა წერილს ესე იგი მიმზადებს ესე იგი დოკუმენტებს რეაგირებისთვის არის ნათია პატურაშვილი აი თქვენ ამ ნომერზე თუ დარეკავთ იკითხავთ ნათიას ის მე ესე იგი გაგცემთ პასუხს რომ არის თუ არა წერილი შემოსული და მუდმივი ინფორმაცია გექნებათ რა რეაგირება გვაქვს სად გადავაგზავნეთ როგორ იქნება და თქვენს იქნებით მასთან კოორდინაციულ რეჟიმში ამიტომ 228-16-15-ზე დარეკეთ ხვალ არ იქნება ნათია მე დაგითხრათ ორშაბათ ჯობია რომ დარეკო და ორშაბათს უკვე დანამდვილებით იქნება წერილი ამოსული და მე თქვენ კიდევაც მოგმართეთ წინ ეთერში ბატონო ჯონდი და მე დიდი მადლობელი ვარ თქვენზე და ვთხოვ მიხეილ სააკაშვილს რომ დამეხმაროს დამიდგეს გვერდით და გაჭირებულ მშობლებს დაუბრუნოს უდანაშაულო შვილი ამდენ წლიან პატიმრობაში ისე რომელი მუხლია ქალბატონო ხო ვერ მეტყვით ძალიან გთხოვთ მამაოებო დიდი მადლობა ბოდიში ღმერთმა გაგაძლიეროთ და ღმერთმა შეიძლება მოგცეთ რომ გვერდით დაუდგეთ ქართველ ხალხს და ბატონო ჯონდი ძალიან დიდი მადლობა იგენაცვალე დარეკეთ ჩვენთან რომელზე და დაგიხმარებით რასაც შევძლოთ აუცილებლად რო შევეხოთ საკითხს რა ესე იგი ხშირად გაისმის ეს საუბრები რომ თითქოს ეკლესია უმოქმედოა რა საკეთებს ეკლესია რატომ არ იღებს ხმას ასე საუბრობენ ხშირად ხალხი და ეს არის ძალიან სამწუხარო ტენდენცია რადგანაც ადამიანი რომელიც ასე მსჯელობს თავის თავს უპირველეს ყოვლისა აყენებს ეკლესიის გარეთ რადგანაც ეკლესიის არსი ასე განიმარტება სასულიერო პირთა და ეს ადამიანთა კრება ანუ ყველა ის საკითხი რომელიც ეკლესიოლოგიურ თემას თუ ზნეობრივ საკითხებს მოიცავს რაც შედის ძალიანად ეკლესიის ინტერესებში ეხება ნებისმიერ ერის ადამიანსაც. ამიტომ სასულიერო პირებთან ერთად ერმაც ხმა უნდა აღიმაგონ ყველა იმ მანკიერ მოვლენაზე, რომელიც ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ თუ ჩვენი ერის წინააღმდეგ არის მიმართული. ეხლა რაც შეეხება, ასეთ საკითხებს აქ გაისმა, ქვემო ქართლის თემა და სამცხე-ჯავახეთის. ეს ჩვენთვის ნაცნობი საკითხია, რადგანაც ჩვენ არაერთ გზის ვართ ნამყოფი, სასულიერო პირები მრევლი ჩვენი იქ მოსალოცად და ხედავდით იქ რა ხდებოდა. ერთის მხრივ კათოლიკური აგრესია, რაც მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთში და მეორეს მხრივ ასეთივე აგრესია უკვე მუსულმანური გარემოდან ქვემო ქართლში. არაერთი მეჩეთი აშენებული ბოლო პერიოდში. უნებართვოდ
ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი ვიდეო კადრებიც, გვაქვს ფოტოსურათებიც, რამდენი ახალი მეჩეთი აშენდა ქვემო ქართლში. ამის საპირისპიროდ მე მინდა კითხოთ ახლა მეუნებიანო ზარია, ამის შემდეგ გადავიდეთ ჩვენ რა მდგომარეობა საინგილოში, კახი-ზაქათალას რაიონში და მე ვიცი რომ თქვენ მუდმივად როცა ეკლესიისგან ჯგუფი მიდის სამღვდელოების და მრევლთან ერთად მოსალოცად ათონის და უწევს საზღვრის გადაკვეთა თურქეთის მუდმივად ინციდენტი მთავრდება და აი ამ თემაზე მინდა მინდა ამის შემდგომ რომ გადავიდე და ეხლა მინდა გთხოვთ არის შემოუშვათ უბრალოდ და ისევ გავაგრძელოთ. მე დავამთავრებინე. დიახ, რა თქმა უნდა, მთელი ეთერი მომადავით თქვენი არის, მე უბრალოდ მედიატორის. ეხლა მე ვიქნები ჟურნალისტის როლში ვარ, მოკლედ და დიახ, ჩვენზე მეტი არ ლაპარაკ. არა, რა თქმა უნდა. გისმენთ? აკაით შემოგო. გვეშობა. არის მე დავაგრძელებ მაშინ. ხმარის ის. ამოდავით, მე მინდა გითხრა, აზარები აუცილებლად მინდა შემოუშავო. პოზიცია და ეხლა გაგაჩვენე. ხო, გავაგრძელებ ეხლა ამ საკითხს. ერთ-ერთი ჩვენი ასეთი ჩასვლის შემდეგ, ეს მეორე დღეს ხდებოდა უკვე, ჩასულები ვიყავით, ეგრეთ წოდებულ მონიტორინგს ვაწარმოებდით, იმიტომ რომ ნებართვა ვერ წარმოგვიდგინეს, ეს ხდებოდა სოფელ ტალავარში, თახილად ფახრალოს ეძახიან ამ სოფელს. ეხლა უკვე შენდებოდა უნებართვოდ მეჩეთი და მოთხოვეთ ნებართვა მშენებლობის ვერ წარმოგვიდგინეს ეს ნებართვა და ხელისუფლებას ვთხოვეთ რომ ჩარეულიყო ამ საკითხში, გაერკვია და შეეჩერებინა უკანონო მშენებლობა. შეეჩერებინა. ნუ ისინი სათქმელად თავის მხრივ დაინტერესდნენ ამ საკითხით, დაგვირდნენ რომ ყველაფერს თვალყურს მივადევნებთ და ეს მშენებლობა დროებით შეჩერდა. ნუ იქ ატყდა შემდეგ ამბავი, ჩამოვიდნენ როგორც ქართული სატელევიზიო არხები რუსთავი 2 იმედი და ამ შემდეგ ჩამოვიდა ასევე აზერბაიჯანული ტელეარხი ერთ-ერთი, რომლის ჟურნალისტმაც პირდაპირ მითხრა, შენ აქ რა გინდა, რისთვის ჩამოხვედი ქართულ სასულიერო პირის მეუნება საქართველოში ეს ადამიანი. აი ნუ თავხედობა უკვე ამათ. ანუ ესე იგი რუსულ, თურქულ აგრესიას, ოკუპაციას მე სხვა რამეს ვერ დავახმო ამას, როგორ შეიძლება ხა თურქეთს უწოდო მეგობარი ქვეყანა, როდესაც ტაუკლარჯეთი ამხელა სივრცე ჩვენი ქვეყნისა მიტაცებულია. თუ ასე გავყევით ჩვენ ცოტა ხანში ვიტყვით რომ 100 წელი რო გაივლის ან 80 წელი რო რუსეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. თუ ასე გავყევით. რა მოხდა მე რა ხოგორი წაგვართვა და ნუ მე სამაჩაბლო წაგვართვა აფხაზეთი წაგვართვა თუ ესე ვიყავ აი ჩვენ გვეუბნებიან რომ აქ რატო ჩამოხვედი ანუ შიდა ქართლშიდაც უпроსორად ქვემო ქართლშიდაც დადგება ესეთი სავალალო მდგომარეობა ცოტა ხანში რო გვეტყვიან რატომ ჩამოდიხარ აქ სალი უნდა შემოუშვა მამა დავიდა მე ისევ გავაგრძელებ დიახ გისმენთ ალო გისმენთ ეთერში ვარ დიახ გენსული გისმენთ მოგესალმებით ბატონო ჯონდი მოგესალმებით მამაურებს მივესალმები დიდი მადლობელი ვარ რომ ქართული ერის სახელით მოგმართავთ გენაცვალეთ ყველას ყველა მართლმადიდებელს გიყურებ და ერთ რამეში გული დამწყდა იმ ქალბატონის რომელმაც რაღაც ზედმეტი წარმოთქვა დღეს ადამიანი რომელიც ვერ განსაზღვრავს თუ ბატონმა ბიძინა ივანაშვილმა რა გააკეთა საქართველოს და რას აკეთებს იგი ბრმა და ცოდუა ქვეყნისთვის ნამდვილად ცოდუა თუ თვალს არ აახელ მე დიდი მადლობა ჩემი ოჯახი დიდ მადლობას გიხდით მამაობა თქვენ და ბატონო ჯონდი ჯიგარი ხარ кайხარ მადლობა მადლობა მადლობელი ვარ кайტიშა ზარი кайხარ მადლობელი ვარ გთხოვთ მომდა განაგზავნეთ ქვემო ქართლზე საუბრობდით აჭარაზე საუბრობდით ადეგენზე გეტყვით ადეგენის რაიონში ეს თურქები რო გაასახლეს და აქვე მინდა შევახსენო მაყურებლებს რომ როდესაც სტალინმა აქედან თურქი მესხებს რო ეძახეს ისინი რო გაასახლეს ათათურქმა 2 მილიონი ნახევარი ქართველი გადაასახლა სტამბოლის გარშემო ჩვენზე მეტი გადაასახლა ეს ალკეთება ჩვენ აქეთა მიწებიდან აყარა და ომის პერიოდში მეორე მსოფლიო ომის დროს ათათურქმა 2 მილიონი ნახევარი ქართველი გადაასახლა 2 მილიონამდე ქართველი. ეს მამაო ადამიანი. ეს ალკე საუბარი ამაზე დროს არ დავკარგე, იმიტომ რომ შეზღუდული ვარ დროში. სხვა რამის თქვა მინდა რა. ამ ადგილებში ჩაასახლეს აჭარელები და ჩაასახლეს რაჭველები. ეხლა სოფლებში ისეთი სიტუაცია ჭეჭლა რაღაც სოფლები არის. აი ესეთი თანაფარდობა 15-დან 30%-მდე. 2/3 მუსულმანი აჭარელი. რაჭველები, ანუ მართლმადიდებლები და 2/3 მუსულმანი ქართველები. იყო პერიოდი, როგორც გითხარით, რომ ეს უამრავი ხალხი ინათლებოდა თავის მამაპაპის ფესვებს უბრუნდებოდა და უმტკივნეულოდ ხდებოდა ეს გახარებულები, გალაღებულები
შემოვიდნენ თურქეთის მთავრობა და თურქეთის საელჩო პირდაპირ აშენებს ყველგან თუ კი სადმე მეჩეთი შენდება აჭარა შეადგენ თურქეთის მთავრობა აშენებს. ანუ წარ მთავრობა ერება პირდაპირ ამ საკითხში. ანუ აქ უკვე სხვა გეგმები ეს არის მამაო. ეს პირდაპირ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა პოლიტიკური ფული ერევა რელიგიურ საკულტურო ნაგებობების შენობებში. საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის არც ერთ ეკლესიის მშენებლობაში მონაწილეობას არ იღებს. საზღვარგარეთ. არ ჩვენთან არ იღებს. არც ერთი ქვეყნის ჩვენთან ბიუჯეტიდან ეკლესიის არ ფინანსდება. ეკლესია შენდება კერძო შემოწირულობებით, მრევლი აშენებს და ამ შემდეგ და ეს რა არის ახლა უცხო სახელმწიფო რომ შემოდის და საკულტურო ნაგებობას აშენებს. მე მომდავთ ზარია შემოუშვა და ისე გავაგზავნოთ შეიძლება. ბატონო ჯონდი, გამარჯობათ და გულებსაც გამარჯობათ. რასაკვირველია, ერთი რაღაცა უნდა გავითვალისწინოთ. ეს ტერიტორიები რომ საერთოდ დაკარგულია, თავისთავად ხადია რომ ის დააჭარათ შევიდოდა ამ დაკარგულ იმაში რა ქვიან სივრცეში და ძალიან მაინტერესებს ბატონო ჯონდი. თქვენ თვითონ არ მოიყვანეთ მიშა? მე? თქვენ ხო მიიღეთ მონაწილეობა მიშაზე და ხო იცოდით რომ თქვენ რასაც გააკეთებდა მიშა ეს ხო ყველაფერი თქვენ ძალიან კარგად იცოდით. ალბათონ ერთ წუთში შეიძლება არ გათიშოთ. მე მგონი ერთადერთი პოლიტიკოსი ვიყავი. არ არის. თქვენ ძალიან კარგად იცოდით ვინ იყო მიშა და თქვენ თვითონ მოიყვანეთ მიშა შევაზნაძესთან ერთად. და ეხლა აჭარაზე ტირი ხათ უკვე 20 წელი გავიდა მას შემდეგ. და ეხლა თხოვოთ აჭარას არ იცოდით რომ კანონიერი პრეზიდენტი ზიადგამსაკურდია რომ ამას არ გააკეთებდა. ქალბატონო არ აიცავდა ყველა ქართლის უფლებას, ყოველივე ტერიტორიას. კარგი, მადლობა, გასაგები, მადლობა ზარისთვის. ეხლა ბაბათი უნდა გავცი პასუხი, ასეთი სისრუე ეხლა მე მიშას მოყვანა მე დამამრავლად, მგონი ერთადერთი პოლიტიკოსი ვიყავი, რომელიც მიშას ებრძოდა მაშინ, როცა თქვენ გასუკრავდით მიშას და ახლა ამიტომ ბროსის რო იყო და მეტი არაფერი. დიდ გისმენთ მომენტად ხო. ეს ხო და აქ ესეთი სიტუაცია არის ამ ქვეყანაში. მე პოლიტიკურ ასპექტში კი არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ რელიგიურად ჩემი ხალხის ისტორიის პარალელების გამო და გული მწყდება და მეშინია რომ საქართველოს კოსოვოსავით არ გაკეთეს აჭარა. ამის ნიშნება და ეს მალაპარაკები ჩემი არის ადიგენის რაიონის მონაკვეთი. ეს ხო. ანუ ადიგენის რაიონზე ვლაპარაკობ, აჭარა არ არის. გადმოსახლებულები არიან აჭარები. ესე იგი 1/13 სოფელში საშუალოდ რაჭველები არიან, 2/13 აჭარი და გადმოსახლებული ხალხი. ყველა სოფელში არის აშენებული მეშეთი თურქეთის მთავრობა აშენებს, ასე თქვენ ახლა თქვით. ეს პირდაპირ კადრებია ჩაწერილი გვაქვს, როდესაც მოლა ლაპარაკობს, ყველა მეჩეთი თურქებმა აგუშენებს, საკონსულო გუჩენებს. ანუ პირდაპირ ჩვენ ამასაიდან ავაშენებთ. და არა მარტო მეჩეთებს აშენებენ, ეხმარებიან მარტო ამ ხალხს. ამ მეჩეთში მოსიარულებს. იმ ყოფი ქართველები, მართლმადიდებელი ქართველები არიან უმძიმეს მდგომარეობებში. ჩვენ რამოდენიმეჯერ რაღაცით მივეხმართ ღრისი მიხმარების თავი გვაქვს ჩვენ. აი მრევლს რა შეუძლეთ იდო გაჭირვებული, მაგრამ რაღაცებს რაც შეგვეძლო ვაკეთებდით იქ რა ელემენტარულ რაღაცებს. აი ამერიკაში რო კოლუმბი ჩავიდა და სარკეები რო ჩაიტანა და რო უხაროდათ. აი ესე უხარიათ ფანკრები, ბოტასები, სპორტული ფეხბურთის ბურთი, გასაფერადებელი. რაჭველი ქალი გამოვიდა და იძახის რომ მუსულმანობას ხო არ მივიღებ რომ დამეხმარებოდი, მეშველეთო რამე ვარ. ანუ გძლები რო ჩავიდით, ესენი ფიქრობენ ჩვენ ყოვლი შემძლეები ვართ რა. მიტოვებული არიან რა, თავის გული დაგეჭო ქალი მეუბნება მუსულმანები საუკუნეში. ქალი იძახის, მაინდა-მაინც მუსულმანი უნდა გავხდე რომ მომეხმარებო კაცო. და ეს კიდე არაფერი, იქ ადგილობრივი ქართველები ხო არიან, იძახიან. ესე იგი დღეში 5 ჯერ მეგაფონებით ყვირის მოლა. ქართულ ლანდშაფტში წარმოვიდი ეხლა მოლასკველი ჩვენთვის არის უდაბნო რაღაცა ესეთი აზიური მხარე. ქართულ ლანდშაფტში მოლა დღეში 5 ჯერ ყვირის დაზაფრულები არიან ეს ვიც ქრისტიანები არიან კაცო როგორია დღეში ლოგიში დილას 6 საათზე მოლა დაგკივის თავს. ეს არის მართლმადიდებლების ჩაგვრახტება ფაქტიურად ყველა აი მამაო რო იზახდა. მართლმადიდებლები ყველაზე მეტად იჩაგრებიან თავისთვის სამშობლოში. ხო შეიძლება რომ ეს მეგაფონები მაინც ის რო და თავისთვის ილოცო კაცო. ის რო ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობა მართლაც არის შეუძლებელი მეტყველებს ის საქციელი რომელიც 2006 წელს ჩაიდინა პრეზიდენტის დავალებით ხელვაჩაურის გამგეობამ, როცა დაანგრია ფერიაზე შენებარე ეკლესია. მაყურებელი ესე მე მინდა არის შემოუშვა და მე გავაგზავნე საუბარი. დიახ, გისმენთ. გამარჯობა გენცი.
თბილისის ყოფილი პირველი აფთიაქი მუზეუმის დირექტორი. გამოვეცი წიგნი თბილისის პირველი აფთიაქი მუზეუმის შესახებ, რომელსაც დაესვა ჯვარი. ხვალ საქართველოს გადაუსვამენ ხაზს ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად. მე დავწერე ახლა წიგნი და მინდა ამ წიგნის შესახებ როგორმე შენ როგორც ერისკაცს და თავ დადებულ პარლამენტარს მომწონ ხარ, ჯიგარი ხარ და ეს წიგნი ჩემი როგორმე აცნობე რომ სადა ჯერ არს მივესალმები სულიერ მამებს, მივესალმები ყველას იქ დევს და როგორმე ნახოს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. კი ბატონო, მადლობა ზარისთვის, დიდი მადლობა დამიკავშირდით და აუცილებლად ხო მე მინდა გავაგზავნო ეს თემა, ხო აქ შეიძლება ვინმე მაღიქვას ჩვენი საუბარი რაღაც ისეთ დემონსტრაციაში თითქოს ჩვენ ქვებს ვესვრით იგივე მუსულმანებს ან სხვა კონფესიების მიმდევრებს ეს ნამდვილად ასე არ არის რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი პატივსცემს ჩვენსას როგორც რწმენას ასევე ჩვენ სამშობლოს ისევე როგორც ამას აკეთებენ იგივე თურქები თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები თავიანთი დომინანტი რელიგიის მიმართ წარმოვიდგინეთ აი ერთი ტაძარი არ გვაქვს ჩვენ თურქეთის ტერიტორიაზე ერთი მართლმადიდებლური ქართული ტაძარი არ მოქმედებს თურქეთის ტერიტორიაზე ავდავთ რა იციდეთებს აქ ხოლმე ადგილი საინგილო ავიღოთ ახლა წეღან ახსენეთ თქვენ საინგილო ამდენი ქართველი ცხოვრობს საინგილოში ხო ეს ტერიტორია დავკარგეთ მაგრამ ქართველები ცხოვრობენ ერთადერთი ტაძარია კახი რომ კახში წმინდა გიორგის სახელობის რომელსაც აღებენ 1000-ში ერთხელ იქაც უშიშროება ისე დაასდევს ხალხს რომ იქ დიდხანს არ გაჩერდნენ პირჯვარი არ გადაიწერონ და ავიწროებენ არა მარტო იქაურ მოსახლეობას არამედ აქედან ჩასულ ქართველებსაც და იცით ეს შემთხვევაც რომ დედაენები დაახიეს თავზე იქ ქართველებს როდესაც დატოვა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იქ ქართველი მოსახლეობისათვის აი მოდი შევადაროთ ახლა ეს როგორ თანხდება ერთმანეთში როგორი მეგობარია ჩვენი ან თურქეთი ან აზერბაიჯანი ხო რეალურად უნდა ვიაზროვნოთ ჩვენ რეალურად მეგობარს ვისეძახ ურთიერთობა ჩვენ გვინდა იმათ არ უნდა ზარი შემოუშვა და მე მინდა ამ თემაზე ისე გამოგზავნოს გისმენთ ალო გისმენთ საღამშვიდობთ მივესალმებით მამაოს მოგესალმებით ბატონო ჯონდი მოგესალმებით მაინტერესებს ცი უბრალოდ ამდენი წელი ამდენი ისტორია ამდენი საუკუნე რისთვის შევქმნით რომ ელემენტარულად ერთი ხილის მოსმით დავკარგოთ ყველაფერი მე მიხარია სიამოვნესო ჩემი შვილი კვირაობით ეკლესიაში დადის და ზიარებას ღებულობს მიხარია რომ ქართველი ხალხი რაც შეიძლება ბევრი ეკლესიისკენ მოტრიალდა ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ჩვენი პატრიარქის მონდომებით სადაც მეჩეთი შენდება არ შეიძლება ის რესურსი გამოიყოს იმისთვის რომ ეკლესია უფრო მეტი აშენდეს რატომ მეჩეთი ქართულ ეკლესიაში მე არავის არ გმობდა ყველას ვენაცვალე გინდა ჩამოსულს და გინდა ადგილობრივ ცხოვრებს ვისაც კი თავის წმენა აქვს მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ და ჯერ ქართული საქმე ვაკეთებ მე რაც შეეხება პოლიტიკურ მსგავს და პოლიტიკურ შეხედულებას ხო უბრალოდ საქართველოში 10 არასოდეს არ ყოფილა იმისთან არის შეხედულება რომ თითქოს ქართული ერისთვის რაღაც ბევრი გაეკეთებინათ მაგრამ გამოჩნდა იმის შანსი რომ რაღაცა უფრო მეტი გაკეთეს ქართული ხალხისთვის და მოდი რა მოგცენ იმის შანსი რომ უფრო მეტი გავაკეთოთ იყო ეს ადამიანი 8 წელი ღმერთმა ხელი მოუმართოს მოუ მადლობელი ვარ ყველაფრისთვის წავიდეს თავის გზას მიხედოს და დანარჩენი მე ჩვენ ვინც მოდის უფრო მეტად ახალგაზრდაობა იმან გააკეთოს უფრო მეტი მე ესე ვფიქრობ როგორც მოსვლით გაგოხარა ისე წასვლით გაგოხარა ხო რა ზუსტად მასე ვფიქრობ კაი მადლობა დიდი მადლობა ზარისთვის მადლობა ზარისი გთხოვთ ისე მომდავით მე მართლაც მინდა რომ მაინც რო არ დარჩე შტაბ-ჭილება მაინც მინდა ხაზი გაუსვა მე ძალიან ბევრი მეზობლები მყავს და ურთიერთობა მაქვს აზერბაიჯანელებთან ეს არის ხალხი რომელსაც ჩვენ მოქალაქეებს გულისხმობთ ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემა არ შეუქმნია ანუ შრომობენ ჩვენთან ერთად წვალობენ და მე მინდა აქ წყალგამყოფი გაუსვათ ხაზი რომ ეს ჩვენი მოქალაქეები არიან ჩვენ მართან ერთად ერთი სახელმწიფო გვაქვს ისინი შრომობენ ბიუჯეტში ფულში აქვს კიდეც იბრძვიან ჩვენი სახელმწიფოსთვის ოღონდ ჩვენ უნდა განვასხვაოთ აქ უკვე თურქული რაღაცა იდეოლოგიის შემოსვლა მე აქ რაღაცა სამეძაო სახლების გახსნა და ის ერთგვარი იდეოლოგიური ექსპანსია რომელსაც
სხვათა შორის მინდა თქვა, რომ იგივე მუსულმანი ქართველები, იგივე აზერბაიჯანელები, მათთან მაგ ძალიან აქტიური ურთიერთობა, საკმაოდ ისეთი ჩემი საზრით სახელმწიფოებრივად უყურებენ ამას და შეშფოთებულები არიან ესეთი გააქტიურებით უცხო სახელმწიფოების და ისინი ჩემი საზრით ძალიან ხშირად, ძალიან ბევრი მათგანი ძალიან სწორ პოზიციაზე დგანან. თქო ძალიან შემოუშვა და გავაგრძელოთ ისევ საუბარი ამ თემაზე. დიახ, გისმენთ. გამარჯობა, ბაზარ ჯორჯი. დიახ. ბაზარ ჯორჯი, ერთი შეკითხვა მაქვს, თუ არ გათიშავ ჩემს დასავლეთ. არა, არ გავთიშავ. ესეთი რაღაცა. ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს, რა, თქვენ აი ლაპარაკობთ ეკლესიაზე ამ თემას არ შევეხები რა. უბრალოდ თუ ესეთი პატრიოტი ხართ, თქვენ ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკობთ, რატო ანაცვლებთ მაშინ საქართველოს რუსულ ფულს, რუსულ მაფიას? აი თუ შეგიძლიათ ამაზე გამცეთ პასუხი. საიდან მოიტანე არასწორად რუსულ. საიდან მოვიტანე, იქიდან მოვიტანე გენაცვალე, რომ აგერ მთელი ბიზნესი ქონდა რაღაცა ნაწილი გადმოურიცხეს, გაუყიდეს და რაღაცა ვიზიტი და კრემლის დაახლოებული პირმარისთვის ეს ფუძი რო ჩაიწოდა ლანგრით რო აი გენაცვალე არის ის სასაცილო მდგომარეობაში კაცი თავს არ უნდა იდეხლა ხმაზე ვატყობ რაღაცა ზრდასრული და კაცი ხარ ხო ეხლა როგორ შეიძლება ასეთი ეხლა მილიარდელი აგენტების გამოგზავნა რაღაცები კაი რა ნუ ეხლა ის რომ ხელისუფლება და ყველა არა სხვათა შორის ბევრს აქვს თქვენზე მეტი ესე იგი ეს დაფიქრების უნარი მაგრამ თავს იმას ხარავებს ზოგიერთი და ყველას აგენტს ეძახის ვისაც განსხვავებული აზრი აქვს სააკაშვილისგან თქვენ კი უნდა აყვეთ ამაში ამას და გასაგები ისევ მაყურებელი აქვს ხო ძალიან მოკლედ და ისევ 7 წუთი დარჩა მე მეუბნები ძალიან ცოტა დრო დაგჭა და მაგრამ სხვა მაგები რატომ დუმან მეთქი მაინტერესებს არ დუმს არა ახლა რამდენი ყველას კი ვერ მოვიდა ამას მე უპასუხებ მე თავშივე მინდოდა მეთქვა მადლობა აი ამ კითხვისთვის და რაღაცნაირად გამომჩა მე აუცილებლად უნდა ვახსენო ბათუმის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი და სამღვდელოება აჭარის საერთოდ ასევე მეუფე სპირიდონი რომელიც ხულოში სხალთაში მოღვაწეობს მე მინდა გითხრათ რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩაფიქრებული იყო ყველას კარგად მოგეხსენებათ 40 საფრთხიანი სასტუმროს შენებლობა იქ სადაც ჩვენი გმირი ახალგაზრდები განისვენებენ იუნკრები რომელთაც თავი დადეს სამშობლოსათვის მათი ძალისხმევით, მათი ლოცვით და რაც მთავარია ღვთის შეწევნით მოხდა რომ ეს ჩანაფიქრი აღარ განხორციელდა. ანუ ესე ნუ ვიტყვით რომ თითქოს და სამღვდელოება სხვა ხმას არ იღებს სხვა სამღვდელოებაც აუცილებლად ყავს და ჩვენზე უფრო მეტად ვისაც ახლა ვხედავთ აქ სტუდიაში და მთავარი აქ არის უწმინდესი და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილიამ მეორე. თუ ყურადღებას მიაქცევთ მის გადაგებებს, მის საუბრებს, მის დამოკიდებულებას ყველა ამ თემასთან, რაზეც ჩვენ აქ საუბრობთ, ალბათ ყველა უფრო კარგად შეამჩნევთ ამას. დიდი მადლობა ისევ ზარია მანიშნებით და მე გთხოვთ მამა დავით ვეღარ მოვასწრებთ. მოასწრებო. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით ყველას, მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ. მაინტერესებს, ნუ დაწყებული 90-იანი წლებიდან, ნუ შევარდნაძის დროიდან, გამსახურდიას დროიდან იყო ესეთი შეიძლება უფრო იქიდან კარგავდით რაღაც ტერიტორიებს. ეხლა მოვიდა მიშას დროსაც დავკარგეთ რაღაც ტერიტორიები და ნუ ამ შემთხვევაში როგორ აი მოვიდა ივანიშვილის სიტყვაზე დავიბრუნეთ სიტყვაზე იმ ტერიტორიებს რაც დავკარგეთ, რასაც ეხლა ვკარგავთ სიტყვაზე როგორ იქნება ეს ამაშია პასუხი შეკითხვა ამაში მდგომარეობს ნუ მაინტერესებს სიტყვაზე სააკაშვილმა დაკარგა იქ დავითგარეჯი დაკარგა იქ კიდე რამოდენიმე ტერიტორია მოვიდა სხვა კიდე ვიღაცა იმანაც დაკარგა დავრჩეთ მარტო თბილისი შეიძლება ხო ესე აი რა მაზლი მინდა ჩავწებო აბა რას ფიქრო როგორ მომოიქცეთ რო ეს იჯდეს აქ თუ თქვენ ბაშივი და გააგრძელოს ქვეყნის ძარცვა გაქურდოს ხაზინა დაკარგოს ტერიტორიები იბინოს ზევით ბიუჯეტის ხარჯი ქვეყანა გაღატაკდეს და ავით ცრემლები დიოდეს დედას იმიტომ რომ შვილისთვის ამას ვერ ყიდულობს და თქვენ ესე ტელეფონით რეკოთ რომ ესე იგი თუ რა გავაკეთოთ ახლა
მე ვერ გავიგე რა. ის მაინტერესებს რომ ამ შემთხვევაში მრევლმა რა უნდა ვქნათ იმას. მრევლმა რა უნდა, ეს ძალიან კარგი შეკითხვაა, ჩემი აზრით. მადლობა ზარისთვის, ბატონო. ამდენი ხანი ხო საუბრობთ ამის შესახებ. ძალიან მადლობა ზარისთვის. მე ძალიან კარგი შეკითხვა. მრევლმა რა უნდა ქნა და მინდა ვთქვა რომ თქვენ ახლა ჩანს რომ აქტიურად ცდილობთ რომ შეერთო. მრევლმა იმ 80%-მა უნდა მიიღოთ მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუ მრევლი მორწმუნე ერი 80% იტყვის რომ იცი ეს პოლიტიკაა, მე ჩემი საქმე არა, მე აქ არ ჩავერთვები, მაშინ ის 20% მიიღეს მონაწილეობას, რომელიც თქვენ არ ხარ და თქვენ ესე იგი არ ეთანხმებთ მართლმართველობას და გეყოლებათ ყოველთვის სააკაშვილის მაგვარი ხელისუფლება. ამიტომ გააქტიურდეთ უნდა ჩემოკარგო ფერი და ბერი ფეხზე უნდა დაადგეს ყველა ერთად სამშობლოს გადასარჩენად. ერთ მაგალითს მოვიტან ძალიან მოკლედ. კარგი, ისე მე თქვენ უნდა გაგეცათ უფრო ძალიან მოკლედ გავცენ პასუხს ამ შეკითხვას. უპირველეს ყოვლისა ლოცვა თქვენ როგორც მრევლი ისე ბრძანებთ ამას და მრევლის ლოცვა ძალიან დიდი მნიშვნელობა და ძალა აქვს. შემდეგ იქ დგომა, სადაც ჭირდება დედა ეკლესიას და ჩვენს ქვეყანას. ერთი პატარა ცხოვრებისეული ეპიზოდი თანამედროვე ათონელი ბერის, პაისი ათონელის ცხოვრებიდან. ათენში გადიოდა კრეხელური ფილმი, სკორსეზეს კრეხელური ფილმი, ესეთი რეჟისორი იყო ქრისტეს უკანასკნელი ვნება. და ეს იყო საშინელი მკრეხელური თავის შინაარსით ფილმი და ათონელი ბერი ჯვრით ხელში დადგა კინოთეატრთან. როდესაც კითხეს პაისი რატო დატოვე შენ ათონის და მან უპასუხა იმიტომ რომ როდესაც მე სამჟავროზე წავსდები ღმერთი მკითხავს პაისი როცა იგმობოდა ჩემი სახელი შენ სად იყავე მაშინ აი ეს გააკეთეთ თქვენც და ესეთ რამ მე აქ რო არ ვიყო იტყვენ ესი ჩუმად არა და იმათკენ არა ისე მამადავით რადგან ეს შეკითხვა დაისვა მრევლმა უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სასულიერო პირები არ ღებულობთ მონაწილეობას, თამარ მეფის აღსაღდრებას, ერი ზეიმობდა თუ არა? ზეიმობდა, ხო. დავით აღმაშენებლის აღსაღდრებას ზეიმობდა, რა თქმა უნდა. ერეკლეს დასაფლავებას გლოვობდა თუ არა? რა თქმა უნდა. ანუ მრევლმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. აუცილებლად. ეს მათი თავისუფალინების გამოხატულებაა. პიტონა გადაწყვეტა. და მე დავამთავრებ. დიახ, კი მამა. დროც ცოტა დავჭა. მოკლედ ვიტყვი. ამადავით უკმაყოფილოა ზარების გამო ხშირად ვაწყვეტინები, მაგრამ იზოლებული ვარ რომ მოვისმინოს საზოგადოების აზრი. არანაირი პოლიტიკურ ხარეს არ წარმოვადგენდა, რატომაც ზარებია სულ პოლიტიკური. ჩვენ მოვედით სულ საქართველოს ხარეს ხო წარმოადგენს? არა, ჩვენ ვართ ქრისტეს ეკლესიის მსახურები. და მოკლედ ვიტყვი. დღეს თურქეთის მთავრობამ აიღო ვალდებულება თავისთავად, რადგან ევროკავშირში უნდა შესვლა და ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. ევროპამ წაუყარა მოთხოვნა რომ ყველა ტაძრები ვისაც კი რამე წაართვით ყველაფერი დაუბრუნეთ. დაუბრუნეს სომხებს, დაუბრუნეს კათოლიკური ტაძრები, დაუბრუნეს ბერძნებს, თავის წართმეული ტაძრები, დაუბრუნეს სინაგოგები ებრაელებს. ერთადერთი არ დაუბრუნებიათ ქართველებისთვის, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობამ განაცხადიც არ შეიტანა ამას. და ამ განაცხადზე უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი დადის და თვითონ სთხოვს სხვებს თუ დაუბრუნეთ, დაგვიბრუნეთო. თუ ჩვენი მეგობარი და ძმა არის შედავოცილო თუ ჩემი მეგობარი და ძმა ხარ. იცი რომ სხვას თუ აძლევ, ვინც გიჩილო და გენოციდი უღიარე, იმას აძლევ. მე თუ შენი ძმა ვარ. მომეცი რა ის ჩემი ტაძრები რაც არის და მომეცი რომ ოშქში და ხანსთაში წირვა ჩავატარო, ისე რომ ჟანდარმერიის შიშით არ დამიჭირო. მეორეს ხრივ მოდი ვთქვათ რა. მე მინდა ვთქვა რომ მე მშურს მაგალითად რომ სომხეთის პატრიოტი ხელისუფლება ყავს და შეიძლება მას ოპოზიცია ძლიერი ყავდეს, ვიღაცას მოსწონდეს სომხმა, მაგრამ ეს ხელისუფლება მის სახელმწიფოს არ ღალატობს და ყველა ჩვენს მეზობელს თურქეთს, იგივე თურქეთს, თავისი თურქეთის პატრიოტი ხელისუფლება. წარმოგიდგენია შენ სასომხეთში და თურქებმა სამედზაო სახლი გახსნა და სომხის ქალები ატარონ. მეტი არაფერს არ გეტყვი. გამორიცხულია, მაგრამ ეს მარტო ხელისუფლების დამსახურება არ არის. იმიტომ რომ ეს ერი თავისი სამშობლოს პატრიოტი ერია და თავის ეს ხალხი არ უშვებს ამას, ხო? და ასეთ სამარცხინოს ამ ზოგიერთი მაგრამ ერთი მომენტიც არის ესეთები იმათ არ აქვს ხო თუმცა აქ ერთ რამესაც ვიტყვი ვინც ხმა ამოიღო ციხეებით გავს ეს უკვე ასეთი ადამიანებით მე შეგახსენებთ 8 მართლმადიდებელი ბიჭის ამბოს რა თქმა უნდა 8 მართლმადიდებელი ბიჭის ამბოს რომლებიც მხოლოდ იმიტომ ზიან საპატიმროში რომელმაც გააპროტესტეს თავისი
რელიგიური უფლებების, გრძნობების შელახვა. აქედან 5 ჩემი მეგობარია, მომავალ. ხო და აი ფაქტი. ყველა ჩემი მეგობარია. ასე სიმართლეში და არის დაპატიმრება. თუმცა ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ამის. ერთ რამეს ვიტყვი არ უნდა შეგვეშინდეს. მაგრამ ეს სწორედ ამას ვამბობ, ხელისუფლება დევნის საკუთარი ხელისუფლება ფაქტს გეუბნები. თავის ერს და არა ისა. ფაქტს გეუბნები. და არა სხვა ვინ. ერთსაც ვიტყვი და დავამთავრებ. თუმცა ალბათ ეხა ბაგრატის ტაძარზე ლიფტი რომ მიადგეს, ესე თუ ოშკის აშენებაზე ესკალატორი დაუყენეს და რაღაც მე ვფიქრობ ისევ ესეთი ჯობია. სხვათა შორის ეს არის კონკორდატის დარღვევა ასევე. ეკლესიას არ ეკითხები კიდევ ერთხელ კანონის უხეში დარღვევა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. როდესაც ბაგრატს აშენებენ ისე როგორც მათ სურთ და არ ითვალისწინებენ ეკლესიის აზრს. მე მინდა დასასრულისკენ წავიდე და მეორიას როგორც ჩანს გაეზარდა მაყურებელი და შესაბამისად ხელისუფლება რომელიც მონიტორინგს აწარმოებს მე ვიცი ყველა გადაცემისას ცდილობს უკვე რაღაცა თავისი ზარებით რაღაცა გავლენა შექმნას მეორიასზე ეს კარგია ეს იმის მაჩვენებელია ჩვენ ბევრი მაყურებელი ყავს და ჩვენ სწორი მიმართულებით მუშაობ და ხელისუფლება შეშფოთებულია მეორე არხის ამ გადაცემით მომდა გაითიშება მაინც არ უნდა გაბრაზდე ხოლმე ესე ჩვენი შვილები არიან ამათ უნდა აუხსნათ რა თქმა უნდა გეთახვებ დიდი მადლობა ყველას ყველა ზარის ავტორს და ყველა ჩვენს მსმენელს მადლობა ეხლა თუ პოლიტიკური აქ ალიანსი შეიქმნა პოლიტიკურ ობიექტებს შორის სუბიექტ წარმოადგენს სლოგანი საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს კონკურსს სოციალური ქსელის